მოგესალმებით. ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ ჩვენაც ყობილ და ქარხნულ Plymouth GTX Forza-ში. პირველ რიგში კიდევ ერთხელ იმ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა, რომ პირველი საჩუქარი იყო ეს არხზე 1 წლის წინ. და რა ამ ავტომობილზეა? ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი ყველაზე სამოყო საჩუქარი, იმიტომ რომ მინდოდა ეს მანქანა. ხო, ნუ შენ თუ არა მე მინდოდა. არა. ხო, სხვათა შორის იცი რა დამიწერეს ამასთან. ამერიკული მანქანები. ზრავიც კი. ყველაფერი ჩემი გაკეთებულია. კომენტარებში დამიწერეს. ხო. ამერიკული მანქანების განხილვებს რატო არ აკეთებთ? ხო. ახალი გამომწერი იყო ეთყობა. ხო. ეს თვე იქნება ამერიკული ხაზი. ხო. ამერიკული მანქანები გვეყოლება ამ თვეში წინასწარ გიანონსებთ. ეს არის Revelis კიტი, საიდანაც გამოვიყვანეთ Toretto's Plymouth GTX. მერვე Forza-დან. ხო. ბოლო დასამახსოვრებელი მანქანა Forza-ში. კი. პირდაპირ ეს კიდე Altair-ს 1.53 მასშტაბის მოდელია, ქარხნულად გაკეთებული, ესეც ძალიან მაგარი. Forza-ის სეტიდან, ხო. ეს სეტი ჩვენ გქონდა მანქანები. ხო. ამ სეტიდან. კი, რამოდენიმე მოდელი გქონდა. კი. და ეს რო არა არ შეიძლება. შემთხვევით ვიშოვე. და მადლობა იმ ადამიანს, რომ გამოფრთხილა. კი. და ეგრევე წამოვიდეთ რა. ეგეთი თემა იყო. Forza-ის მანქანები ვიყიდოთ. ამან მითხრა. ოღონდ ამ Plymouth-იოდან არც ერთიო და. ხო. ამას მაგრა ევასებია. ხო, ნუ ეხლა მე ხო იცი ამერიკული მუსკუგარები ძალიან არა, მეც მიყვარს ხო. ეს მეც მევასებია. ნუ ეხლა ესეთი მანქანაზე უარის თქმა უბრალოდ არ შეიძლება. რამ ხელას არ უნდა იყოს. კიდე უფრო დიდი რო იყოს, კიდე რა თქვა, სულ უშველებელი იყოს მაინც მინდა და ნამდვილზეც კი არ ვიტყვი უარს იმდენად მიყვარს ეს მანქანა. ხო, იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო დასამახსოვრებელი იყო, რომ ბოლო განსხვავებული იყო. კი. იმიტომ რომ ეხლა რაც ვხედავ Forza-ში, ზოგადად ყველა მანქანა ისეთია რა. სათამაშო მანქანები დაიწყეს. ხო რა, აი ყველა რო გააკეთებს. ხო, ნუ აი შაბლონურად სტანდარტული რაღაცა. კინოსთვის თემა აღარა. ხო რა. აი კინოში საყურებლად საინტერესო ავტომობილია. აი ელეონორი როგორიც იყო და ასე შემდეგ ეს იყო ბოლო ეგეთი. ხო არა, თან მით უმეტეს Forza-ში სულ დამახსოვრებლები. ხო, გამორჩეული ავტომობილები. პირველ ხამში მინიმუმ. კი. მოდი მოკლე ისტორიასაც მოვყვები. ხო, თან რა მინდა ვთქვა, რომ ის ხო ლიბერმანის თემა იყო. ხო. იმ სამ ფილმში. და ეს ლიბერმანის გარეშე გააკეთეს. ხო. მაგრამ ზათო მაგარი გამოვიდეთ. კი, მაგიტო ვთქვი, რომ ხო, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული მანქანა არის. კიდე უფრო იმიტომ მიყვარს ეს მანქანა, რომ და იმასაც დავამატებ, მე და ეს მანქანა ტოლები ვართ. ხო, 71-იანია. 71-იანია ეს მანქანა. ქარხნულიც მომწონს, მაგრამ ესე მაგრა. ხო. სხვათა შორის ქარხნულში სტანდარტული შავი ფერის ესეთი შეღებილი. ხო. ეს ოქროს ფერი ისინი რო აქვს. და ის 448 წერია. ხო. არ არის. არის სუშავი. სუშავი. და სამი ფერი არის, რომელიც განსხვავებული არის. ზოგადად? ხო, ესეთი როლებით არის. ხო, იქ ფული უნდა დაგემატებინა კონკრეტულად ეგეთი ფერი რო ყოფილიყო რა. ეს არის თან წარმოიდგინე რა ფერები არის. სალათის ფერი. აჰა. ანუ აი ესეთი. აი ამ თავსახურის ფერი იყო მანქანა. ნანახი მყავს. ხო. მაგისი არა, ის ალოც ფერი. ხო. იასამნის ფერი.
იასამნისფერი ყავს. ხო, იასამნისფერი და ვარდისფერი. ვარდისფერი მყავს რა, წითელი? არა, წითელი არის, აი მოწითალო მოვარდისფრო იყო, რომელსაც სახელიც კი მახსოვს მაგ ფერისა. მულენ რუჟი დაარქვეს მაგ ფერს. ხო, კონკრეტულად ამ მოდელზე რა და ეს GTX-ი საერთოდ, აბრევიატურა GTX-ი, პლიმუთისა. სულ გამოდიოდა 4 წელი. მეტი არა. 71 იყო ბოლო რომ. ხო, 67 წლიდან დაიწყეს გამოშვება, რომელიც რო პლიმოთ როუდრანერი გადააკეთეს ვითომ GTX-ად. მარტო აბრევიატურა იმას აკრეთ, თორე იგივე მანქანა იყო. და ძრავები ჩააყენეს 440 და 426 ყველაზე. ხო. დონჩი რაც დგას იგივე ძრავი. კი ბატონო, იგივე ძრავი, ამერიკულ მანქანებში, მით უმეტეს ძველ მანქანებში თუ ვინმე ერკვევით 426 ძრავი ყველაზე ცნობილი ძრავი არის, ემის ძრავი. ხო, ყველაზე ისეთი განთქმული ძრავი არის რა, რომელსაც დღემდე იყენებენ ავტომობილებში მაგ ძრავს, იმდენად მაგარი ძრავი არის. ეხლა დისკებს უყურებ და ზუსტად ერთი და იგივეა. ხო, მანქანა იყო თითქმის 2 ტონამდე. იქნებოდა. და აჩქარება ქონდა, აი მაგ 440-საც და 426 ძრავებზე მაქვს საუბარი. აჩქარება ქონდა 5.6 წამში. მაგ დროისთვის მაგარი შედეგია და თანამხელად. ხო, ეხლა მე ვიძახი 67-დან 71 წლამდე. არა, მარტო მაგაზე არ არის, მანქანა რამხელადში ხარ. ხო, მანქანა არის 5 მეტრი სიგრძეში. პატარა არა. ხო, თან არის მუსკულკარი მანქანა. ის ერთი რაღაც მაინტერესებს. ხო. აი როგორც მუსტანგს აქვს, პონიქარი როა და უკან რო ერავის ვერ ჩაისვა. ხო. თუბოსი არ არის. ხო. ეს როგორ ეს არის სრულფასოვანი ისა კუპე, ხო. სადაც უკან ჩვეულებრივად 3 ადამიანი ჯდება, 2 კი არა. 3 ჯდება? ხო. დიდი ადგილი აქვს უკან რა. ანუ რამე ჩამოყვანაში. ხო. ხო, ეს ცოტა გავიხო. 5 მეტრა სიგრძეში როა მანქანა სრულმასშტაბიანი მანქანა. არა, ხო შეიძლება. მაგიტომაც ქვია მუსკულკარი და არა პონიკარი. კინოში დუგები აქვს რა. ხო. ფილმში ხო დამატებული აქვს დუგები და ხო ფილმს რო შევეშვათ, ხო ჩვეულებრივი ის არის, სედანი არის კუპე. სედანი არა. ორკარებია. ხო, ორკარებიანი კუპეა. სედანი 4 კარი, 4 კარი. ხო. ხო, ძრავს რაც შეეხება რა, 440 და 426. მოცულობა იყო 7 და 2, 8 ცილინდრიანი ძრავი. და 680 ნომინალი წუთი იყო. ნიუტონი, ხო. 680 ნიუტონი. ხო. აი იმ დროისთვის. რამდენი ცხენი? 380 ცხენი. 381. ხო. და ყველაზე წარმატებული მოდელი გამოდგა ეს 71 წლის მოდელი, მაგრამ ყველაზე ცოტა ეს მანქანა გაიყიდა. 2000 რაღაცა. თითქმის 3000 მანქანა არის გაყიდული. გამოშვებული რა და გაყიდული. თქვა ფორსაში. თქვი აბა. ხო. ფორსაში რატო აირჩიეს ეს მანქანა ზოგადად? მოკლედ, ვინც არის და ნანახი არა გაქვს ფორსაში. ხო. თავიდან რო დაიწყო ყურება, სულ დოდ ჩარჯერია 70 წლის და რატომღაც მერვე რო გააკეთეს მობეს და დოდ ჩარჯერი. და იმ ტექნიკური მრჩეველი ხა ვინც არის? ხო. ზუსტად სახელი და გვარი არ მახსოვს. ამომივიდაო ხელშიო დოდ ჩარჯერიო და მინდოდა რაღაც განსხვავებული გამეკეთებინა ამბობს. და მინდოდა რომ თან დოჯი დაივიწყებინა ცოტა ხანი ხალხს. და აი ეს მანქანა კუზოვი კიდეს გააშავეს, ბოლომდე გააშავეს. ანუ ისედაც ხო ბრუტალური ვიზუალია, დიდი ცხვირი და რაღაცა. გააშავეს. ყველაფერი გაუშავეს, დისკები სპეციალურად შეუკვეთეს, დაამზადებინეს და შეღებეს და ოქროსფერი ზოლები. ხო. და გამოვიდა ეს რაღაცა. გამოვიდა ეს ასეული მანქანა. ხო, თან სხვათა შორის აგერ. ხო. ამას ეთყობა და ამას არა იმდენად პატარა არის. 440 წერია იქ ამეებზე. მაგას არა წერია წესით. ამას უბრალოდ არ ჩანს. იმდენად
ხო, ეხლა ის რო არა, ამასაც აწერია. აწერია? ხო. 440. პატარა შედარება რო გავაკეთოთ ამისი ამასთან, ამ პირიქით. ხო. რა ხდება ეხლა? ეს არის ქარხნულად გამოშვებული, ხო. რომელიც კომპანიამ გამოუშვა და პირველი განსხვავება. კადრებშიც ნახავთ. უკანა მხარე. უკანა ფარები, ხო. მონაირია. ესეც რო ეცე მოვატრიანე. აი ამის უკანა მხარე. ეს არა კინოში ეგეთი უკანა მხარე არ არის, რატომღაც რეველმა გადაწყვიტა რომ ესე უნდა გააკეთოს. ხო. ამას ვერ შეცვლით, აწყობა თუ გინდათ ესე უნდა აწყოთ. და სინამდვილეში უკანა მხარე უნდა იყოს აი ეგეთი, რაც ამ მანქანაზეა. ხო. ეგ განსხვავება არის და ოქროს ფერ ზოლებშია განსხვავება. სინამდვილეში ესეთი ზოლები აქვს. ხო. ნუ ეს ჩვენი ბრალი არ არის, იმიტომ რომ ესეთი მოყვებოდა რეველს და ხო, ესე რომ ჩემი მოგონილი ნამდვილად არ არის. ესე ავაწყეთ. ანუ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ დაგვემსგავსებინა კინოს მანქანას. და მგონი გამოვიდა რა. ხო, ნუ აი აგერ არის ორივე ავტომობილი ერთად ალაგია. ორი განსხვავება. თქვენთვის მოგვინდია შეკითხვის კომენტარებში დაგვიწერეთ, გვანან თუ არა ერთმანეთს ეს ორი ავტომობილი. და კიდე ერთხელ მადლობა იმ ადამიანს, იმიტომ რომ ეს მანქანა დასადები იყო მარხს. რა თქმა უნდა, მაგრამ თან საქართველოში არის შოვა. კი. და რაც თავარია ყველაზე ბედნიერი მე ვარ, აგე ორი ცალი მყავს. თუ გამოუშვეს მესამეს გვეყოლები. კი. 1.18 მასშტაბი თუ გამოუშვეს დიდი სიამოვნებით. ეს 1.24-ია, ეს 1.53. ხო. ანუ ეს არის 24 ჯერ დაპატარავებული ნამდვილ მანქანასთან შედარებით და 53 ჯერ. კი ბატონო. მოკლედ აი ეგეთი ისტორია მოვყევით, იმედია მოგეწონათ. ხო, გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ ბევრი კაი მანქანა იქნება. ამ თვეშიც და ზოგადად. აი გეგმები მოკლედ. კი, გეგმები ნამდვილად კარგი მაქვს. თავარია გამოიწეროთ, რაც მეტი იქნებით, ჩვენ რა თქმა უნდა მოხარულები ვიქნებით, სტიმული გვექნება იმისი, რომ ბევრად საინტერესო ვიდეოები გადავიღოთ. მაგარი მანქანები გადავიღოთ. მაგარი ხო. იშვიათები. ხო, რა თქმა უნდა. რომლებიც დაჟე არის შოვება. ხო. ჩვენი პრინციპი კი იცით, თქვენ რომ პოსტა მანქანებს განსხვავებულ მანქანებს ვაგროვებთ და ვდებთ, ვიდეოებს ვიღებთ. ან ისტორია უნდა კონდეს მანქანას, მინიმუმ ან ფილმში უნდა მონაწილეობა. კი ბატონო. ან თამაში. ან თამაში, კი. კარგით მოკლედ, რავი, დავემშვიდობოთ, ხო მეტი რა. ხო, და 10000 გამომწერზე კიდე მთავარ მანქანას გაჩვენებთ, ისიც განსხვავებული და ძალიან მაგარი მანქანა. კი. იმას უკვე 10000-ზე გაიგებთ რა არის. ხო. თან რაც მალე ახვალთ 10000-ზე, მით მალე დავიწყებთ იმ ვიდეოების დადებას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. იმ პროექტს ვამთავრებთ და მეორე პროექტი გვაქვს დაწყებული. ხო, და ეხა ჯერ ერთი გაიგეთ რა არის და მე მეორეზე ვილაპარაკოთ. ორივე მაგარია. კი ბატონო. ჩვენთვის ორივე მაგარია. და არა მარტო ჩვენთვის, თქვენც თუ გაინტერესებთ, თქვენთვისაც ძალიან მაგარია ორივე. კარგით, აბა, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.